მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ნახოთ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი გაშლა, რა ენერგიაზე მოდის ქალთან ფული. ხო? იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მომწონს, რომ ბევრ გოგოებს ეს თემა აინტერესებს, იმიტომ რომ ფულის გარეშე ჩვენ ვერც ვიცხოვრობ, ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობ და ამიტომ ყველაფერი გჭირდება, ხო? და არ არის ყველას ცხოვრებაში თქვათ ის მომენტი, რომ აუცილებლად ეხლა მამაკაცი თქვათ, ეხლა შემოდის ისეთი მდიდარი, ნუ ახამდენი მამაკაცები არ არის, ხო? და ეხლა დრო ძალიან შეიცვალა და ეხლა ქალები თვითონ არიან ესეთ ენერგიებში, რომ თვითონ ცდილობენ, რომ ეს სიუხვე მოიზიდონ, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის, ხო? იმდენი, რამდენიც გჭირდება. ზოგი მუშაობს ძალიან ბევრს, ზოგი შრომობს ფიზიკურად ძალიან ბევრს, მაგრამ მაინც არ არის ის სიუხვე, მაინც არ არის ის ფული, რომელიც აი თქვათ გინდა რომ გქონდეს და რომელიც უნდა მოვიდეს ქალთან ძალიან მარტივად, ძალიან ადვილად უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ფული ქალთან მოდის მის ენერგიაზე და ამიტომ დღეს მინდა ეს გავიხილოთ ჩვენ ეს სიტუაცია და პლუს კიდე მინდა დაგპატიჟოთ ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს, ჩემთან იქნება ძალიან მაგარი ტრენინგი, ვინც მენდობით, ვინც უკვე იყავით, ვინც ვიცნობთ, თქვენ იცით მე როგორ ვცვლი ჩემს ცხოვრებას, სულ მაგაზე ვმუშაობ, სულ ტრანსფორმაციებში შევდივარ, სულ რაღაც ახალ რამეებს ვეძებ, რაც შეიძლება დამეხმაროს, თქვათ იმაში, რომ უფრო და უფრო გავალამაზოთ ჩემი ცხოვრება და დიდი სიამოვნებით მაგას ვუზიარებ იმ ადამიანებს, ვისაც რა თქმა უნდა სურს, რომ აი ამ ენერგიაში შევიდეს. მეტომეც ახლა გოგოები, ქალები, ახლა ისეთი კარგი პერიოდი, როცა ყვავილები ყვავეს, როცა უკვე მზე გამოდის იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ცოტა ცვალებადი არის ამინდები, მაგრამ მაინც ჩვენ უფრო მაგ დროს მithumedes უნდა ვიფიქროთ ახალ ენერგიებზე. თან ახლა ყველაფერი აბსოლუტურად იცვლება დედამიწაზე, უფრო და ჩვენ ვინც ახლა ნამდვილად ასეთ ენერგიებში ვერ შევა, სულიერი განვითარებას არ დაეწყებს და პლუს კიდე იმას არ გააერთიანებს მატერიალურ ენერგიასთან, გაუჭირდება ძალიან და ამიტომ, რადგან მე ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ უფრო და უფრო გავაუმჯობესო ჩემი ველი, მე მინდა თქვენც იყოთ ჩემთან ერთად. რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებთ ვინმეს როგორ რანაირად ეს ყველანაირი ინფორმაცია იქნება ვიდეოს ქვეშ, აქ ჩემ დახმარ ჯგუფს მიმართეთ, ეგენი ყველაფერს აგიხსნიან. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ ამ წუთში, так, მე მინდოდა ამ დასტით ვიმუშავა და მე იმას დავეხმარ. ძალიან ბოდიშს გიხდით, თუ ვინმეს გესმით ხმა რემონტის, ხო? აქ მეზობლები აკეთებენ სულ, ამიტომ უნდა ჩავწერო მაინც ვიდეო თქვენთვის და მაგრამ ესეც კარგი ნიშანია, რომ რაღაცა ინგრევა მიდის და ახალი რაღაცა უნდა აშენდეს. ეს ჩვენთვის ავიღოთ როგორც ნიშანი, ხო? მე ვეცდებ მაქსიმალურად, რომ ხმამაღლა ველაპარაკო, რომ თქვენ გაიგოთ. იმედი მაქვს, რომ იმდენად ვერ გაიგებთ თქვენ ახმაურს, როგორც მე მესმის, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ, პირველ რიგში ახლა რა ენერგიაში თქვენ იმყოფებით ფულის მიმართ. მოდით ესე ავიღოთ ფულის მიმართ, ხო? ვნახოთ ახლა რა თქვენ ენერგიაზე უფრო მარტივად მოდის ფული, საერთოდ, აი რა ენერგიაში უნდა იყო, რომ მარტივად წამოვიდეს ფული. რა უკვე არის შენში როგორც რესურსი, სხვათა შორის აუცილებლად გამოვიყენებ მატრიცას, ბედის მატრიცას, ვინც მოვა ჩემთან, რა თქმა უნდა, ტრენინგზე ვნახოთ ჩვენ ეს ფულის ენერგია თქვენი სად არის, ხო? თქვენი ქალური, თქვენი რესურსი რა არის, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, აი ხა მე მაგალითად გეტყვით თქვენ, რომ როცა ვეძებ, ხო, ჩემს ენერგიას დაუშვოთ, მე ყოველთვის ვაკვირდები, რომ კი შეიძლება სიტყვაზე სექსუალური ენერგია გქონდეს, თქვათ ახლა რესურსი თქვათ იმისი, რომ ვისწავლო რაღაცები და გადავცე კარგად და თქვათ ადვილად, კი, მაგრამ კიდე ხო არსებობს რაღაცა ისეთი მომენტები, თქვათ აი ჩემი პირადი ძალა რაშია, ხო? აი გუშინ ვიჯექი და ჩემ მატრიცას კიდე ბევრჯერ გადავხედე, ყველა ენერგიები გადავხედე და მივხვდი, რომ რაშიც არის და აი როცა შენ უკვე იცი რაში დევს შენი პირადი ძალა, ხო? იმის მიუხედავად, რომ ჩვენ 22-ვე ენერგია არის ჩვენში, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ შეგიძლია მერე უკვე მიაქცი უბრალოდ ყურადღება იქ, სადაც უკვე ძირითადი შენი ენერგია არის. ამიტომ არის ბედის მატრიცა რა მაგარი ინსტრუმენტი რა.
რომ მე არ ვიძახე რომ ჩვენ ახლა სხვა ენერგიებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება როგორ არა, მაგრამ აი ის ენერგიები, რომელიც არის მთავარი ჩემთვის, ეხლა რომ მოვედი, ეხლა თქვენ მაღაზიაში რომ მიდიხარ სიტყვაზე, ხო? და გინდათ რომ იყიდო, თქვათ, ეხლა ლამაზი კაბა. კი, მაღაზიაში კიდე არის რაღაც აქსესუარები, შეიძლება თუფლი, შეიძლება ჩანთები, შეიძლება რაღაცები და იმასაც კი, მაგრამ ჯერ მე მინდა კაბა ვიყიდო, აი კაბას ვიყიდი, რომელიც მე მომწონს, მე უკვე მივდივარ და აქსესუარებს ამ კაბისთვის, თქვათ, ეხლა ვეძებ, ხო? იქ თუფლი, იქ ჩანთა, იქ მანიკიური, თქვათ, იქ რაღაცა, ანუ ყველაფერს აი ასე მე ვაწყობთ, ხო? ამიტომ ეს ძირითადი უნდა იცოდე, რომელიც გერგება შენ და მე უკვე მის გარშემო რა უნდა იტრიალოს, აი ეს არის უკვე მეორე საქმე და აი ამ ყველაფერზე ჩვენ აუცილებლად ვიმუშაოთ, აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას. ეხლა 22-ში კიდე იქნება აქ თქვენთან ჩართვა მექნება, სადაც კიდე უფრო მეტად აგეხსნით რა და დაგელაპარაკებით და იმედი მაქვს რომ შემომიერთდებით და ვისაუბროთ რა ამ თემებზე, ვისაც გაინტერესებთ რა თქმა უნდა, ხო? რა ენერგია ეხლა შეიძლება აი ბლოკას რო არ გაძლევს, რა გიშლის ხელს რო აი თქვათ ფული ვერ შემოდის თქვათ მარტივად, ისე როგორც შენ გინდა. შეიძლება ნახოთ ახლა რა პროგრამები, რა შიშები მოქმედებს, ანუ რა უნდა გაუშვათ თქვენ ახლა თქვენიდან, რაც გიშლით ხელს იმისთვის, რომ შემოვიდეს თქვენთან ფულის ნაკადი ადვილად. ნახოთ ახლა სად თქვენ კარგავთ ენერგიას, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ახლა ხო გითხარით, არასწორად ვუქცევთ ჩვენ ენერგიას, ვფიქრობთ რომ აი ეს ჯობია, ხო გავაკეთო, მაგრამ სინამდვილეში არ გამოდის და გამოდის მარტო ის, რომ თქვენ კარგავთ ენერგიას და მეტი არაფერი არ არის რა. აი ესეც ვნახოთ ჩვენ. კიდე, ესე იგი ხო ეს რო ვთქვი, ეს ვთქვით, ხო? რა არის ახლა, ანუ მთავარი, რაც უნდა გახსნათ თქვენ იმისათვის, აი რა თვისებები, რა მდგომარეობაში ნაგანი იმისათვის, რომ თქვენ წამოვიდეს თქვენთან ეს, ნუ ან ელოდება დაუშვათ რაღაცა თვისება, ან მდგომარეობა გელოდება იმისათვის, რომ შენი ფინანსური ზრდა მოხდეს. და კიდე თქვენ როგორ უნდა გამოავლინოთ თქვენი თავი იმისათვის, რომ ფული წამოვიდეს თქვენთან უფრო მარტივად. ანუ შეიძლება სტილი რამე, ხო? შეიძლება თქვენი თქვათ ქმედება, ქცევა, მდგომარეობა, აი ეგეთი რაღაცა. ანუ ამაზე ხო გითხარით მატრიცას, იმიტომ ჩავრთავ, რომ ეს დაგვეხმარება ჩვენ ძალიან. მაშინ ტრენინგზეც აუცილებლად, ვისაც არ გექნებათ კი გავაკეთოთ მერე და ვნახოთ ახლა რა ქალი რა ნაწილი, თქვენი ნაწილი, რა ნაწილს უნდა რომ გამოვიდეს პირველ პლანზე. ანუ ეს როგორ არის, ჩვენში ხო არის ბევრი რაღაცა საუკეთესო ნაწილები, ხო, ჩვენში ცხოვრობს, ხო? აი ზუსტად რაღაცა რომელი უნდა გამოამჟღავნოთ პირველ რიგში, რა უნდა ვაჩვენოთ ჩვენ, ხო? და რა თქმა უნდა ვკითხოთ ჩვენ ახლა მაღალი ძალების რჩევას იმისთვის, რომ აი რა უნდა მთავარი ესეთი რა ქვია რჩევა ჩვენთვის იმისათვის, რომ ჩვენი ფინანსური აი ეს ნაკადი გაიხსნას. აი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ნუ აქ მაჩვენებენ ახლა რომ შეიძლება მართლა თქვენ ახლა გააქვთ რაღაც ესეთი მომენტები, რომ ყველაფერს ვაკეთებ, ვცდილობ მაქსიმალურად რომ გავაკეთო, ხო? ანუ თქვა ზოგი მუშაობს, ზოგი ბიზნესს აკეთებს, მაგრამ არ იცვლება, არაფერი არ იცვლება და ნამდვილად არ არის ეს, ნუ ფული იმდენად ის ფული, რა ფულიც მინდა რომ შემოვიდეს, არ შემოდის. აი გვაჩვენებენ აკაც სიგნიფიკაციაში და ამიტომ ახლა პრინციპში თქვენ უკვე ხართ იმ გზაზე, რომელიც თქვენ მოგიტანთ, ანუ ბედნიერებას, ჰარმონიას და სიუხვეს. უბრალოდ უნდა გაარკვიოთ, აი ზუსტად რა არის, ზუსტად სად არის შენი სიუხვე, სად რა მიმართულებით უნდა იარო, სად უნდა მოიპოვო შენი ფინანსები. აი ამას გვეუბნება ტარო და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. პირველი ჩვენი კითხვა იყო, ანუ რა მდგომარეობიდან მე ვქმნი, ანუ ჩემს ფინანსებს, რა ენერგიაში ეხლა ვარ, ხო? ფულის მიმართ ეხლა.
ნუ აი ეხლა ამ წუთში ნამდვილად ეხლა უკვე გვაჩვენებენ ჩვენ რომ აქ არის ენერგია თქვენ უკვე ხართ ეხლა პერიოდში როცა თქვენ ნამდვილად გინდათ შეცვალოთ კოდი შეცვალოთ თუნდაც თქვენი ფულის იმიტომ რომ ნახეთ ჩვენს უყველას გვაქვს ჩვენი კოდები გვაქვს და ეს კოდი არის როგორი იცით როცა შენ აი დაუშვათ რაღაცა ზღვრამდე ხარ მისული ფინანსებში და უკვე იმის იქით ვერ მიდიხარ და ცდილობ მაქსიმალურად რაღაცები გააკეთო შეიძლება დამატებით სამსახურს იღებ შეიძლება დამატებით რაღაცა კიდე თქვათ რამეს ნუ სწავლობს რაღაცა ისეც რომ ფიქრობ რომ ეს კიდე მომცემს მე ფულს და ასე შემდეგ მაგრამ კოდი თუ არის და შენ ვერ გადახდები იმ კოდს ეს უკვე ნუ ძალიან ისეთი თემა არის რა მაგაზე მედიტაციებსაც ვაკეთებ სხვათა შორის სულ ძალიან ძლიერ რამეებს და აი თქვენ ხართ ახლა ისეთ მდგომარეობაში რომ ნამდვილად ხართ მზად იმისათვის რომ შეცვალოთ რაღაცა შეცვალოთ ეს კოდი თუნდაც შეცვალოთ და ანუ ენერგია გაქვს აი ეხლა ნამდვილად თუ დარწმუნებული ვარ მე საერთოდ რომ ძალიან მიკვირს ეს თემა ნუ შეიძლება იმიტომ რომ მე კურო ვარ მაგრამ კუროები მაინც უნდა იყოს აქ სულ ყველა სხვა თუ არაფერი და თუნდაც ეხლა კალწულოებსაც უყვართ ანუ მიწიერი ნიშნები ყველა ვარიანტში უნდა იყოს ამ გაშლაზე და უნდა უყურებდეს იმიტომ რომ ჩვენ ეხლა კი სულიერი ცხოვრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაგრამ მატერიალურიც აუცილებელია და ამიტომ მიკვირს ხოლმე როცა აი ცოტა ნახვები არის ასეთ თემებზე აი მე მაგათ ძალიან მიყვარს მე უყურებ ყველანაირ კონტენტს რომელიც არის ფინანსზე და მატერიალურ სიუხვეზე იმიტომ რომ ეს არის ანუ ფული უნდა გიყვარდეთ რატო იმიტომ რომ ეს არის ენერგია რომელიც გვაძლევს ჩვენ რომ კიდე ჩვენი სიამოვნება უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება თუნდაც ხო ჩვენი ცხოვრება თუ გაუმჯობესდება ჩვენ სხვის ცხოვრებასაც ვაუმჯობესებთ მერე გამიგეთ ანუ ჩვენი მდგომარეობიდან და ამიტომ არის რომ აქ პრინციპში თქვენ მზად ხართ იმისათვის რომ ეს შეცვალოთ თქვენში და ძალიან მიხარია რა რომ აქ ხართ თქვენ აი ნამდვილად ესეთი ადამიანები რა და სხვა დროს მადლობელი ვიქნებით თუ მომწერთ კომენტარებში რომ თქვენ ნამდვილად აქამდე ბოლომდე იყავით ამ გაშლის ბოლომდე ძალიან მაინტერესებს რამდენი მყავს ასეთი ადამიანი ვისაც აინტერესებს არა მხოლოდ ვუყვარვარ არ ვუყვარვარ ეყვარებ რა თქმა უნდა თუ კაი მაგარი ენერგია გექნება და რა თქმა უნდა წამოვა ეს ადამიანის ყველას უნდა რესურსიანი თქვენ არ გინდათ ურესურსო აი კაცი რომელსაც არ აქვს რესურსი აი ნოლია მარტო დივანზე წევს წავა დალევს დაწევა შეჭამს ეგეთი კაცი გინდათ ან რომელიც უწუწუნებს ვაიმე რა ვქნა სახელმწიფო ცუდია ისინი ხალხი ცუდია მეზობლები საზიზღრები არიან ისინი და ყოველ დღე ასე იწუწუნოს თქვენ ეგეთი კაცი გინდათ არა მგონია და ან თუ ესეთი ადამიანი რომელიც აი კი შეიძლება არა მაქვს ახლა ამ წუთში თქვა მილიონები მაგრამ მე მაინც ვიზავ მე მაინც მინდა მე მაინც რაღაცაზე აი ეგეთი უფრო და თქვენს ეგეთი უნდა იყოთ რომ რესურსიანი გვიყვარს ეხლა შეიცვალა უკვე ის დრო როცა თქვა ეხლა იყო ეს მომენტი რომ ქალი იჯდა სახში ბავშვი ზრდიდა კაცი ეხლა დარბოდა თქვა ეხლა ფულს შოულობდა სიტყვაზე და მოქონდა ეს დრო იცვლება გოგოებო იცვლება ჩემო სიხარულებო გვინდა თუ არ გვინდა მე არ ვიძახე რომ არა მამა კაცმა არ უნდა შემოიტანოს მე ამას არ ვიძახე მე სხვა რამეს ვიძახე რომ არ უნდა იცხოვრო თქვენ მხოლოდ იმ ძველი პროგრამებით როცა იყო ეს მამა პაპური პროგრამები რომ კაცმა უნდა შემოიტანოს კაცმა უნდა გარჩინოს კაცმა უნდა ხალი რა მე შვილებს ვზრდი გეხოცებით უკვე შეიცვალა ეს ახლა ყველანაირად შეიცვალა სიტუაცია всё ავნახოთება რა ენერგიაზე უფრო მოდის ფული შენ რა ენერგიაზე უფრო მარტივად ანუ რა უფრო მარტივად აი იმ ენერგიაზე როცა რასაც მე ვთქვი იმ ენერგიაზე როცა შენ არ წუწუნებ როცა შენ არ ზიხარ და არ ტირი ხარ როცა შენ ფიქრობ იმას რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე უფრო კიდე რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის რომ ჩემი ცხოვრება გაუმჯობესდეს როცა შენ იღებ პასუხისმგებლობას შენს თავზე როცა შენ იცი რომ მე მინდა ჩემი სურვილებისკენ როცა მიდიხარ რვიანი არის აქ თასების ეს როცა მე უკვე მივხვდი რომ ჩემი წუწუნი და ჩემი თქვათ ეხლა ცუდად ყოფნა და ანუ უკვე
უკან უნდა დავტოვო რა. მე თუ რამეს მინდა მივაღწიო, მე უნდა წავიდე წინ, მე უნდა ვიფიქროთ ჩემს სიამოვნებაზე, მე უნდა ვიფიქროთ ჩემს ენერგიებზე. თან თასებით ეს არის ჩვენი ენერგია, სიყვარულის ენერგია. ქალი არის სიყვარული, ხო? ქალს უნდა უყვარდეს ის, რითიც არის დაკავებული, უნდა უყვარდეს თავი, უნდა უყვარდეს სხეული, უნდა უყვარდეს ყველაფერი თავის. შენ თუ შენს თავს არ უვლი, შენ თუ თავის მოვლას იწყებ მარტო ვიღაცისთვის და თუ ჩემი პარტნიორი ეხა სადღაც წავიდა და ან რაღაცა ვიჩხუბე და მე არაფერი მე არ მინდა, არ მაინტერესებს, რატო ვერ გავიგე, რატო შენთვის რატო არ გაინტერესებს? რატო წადე ადექი ეხლა შეიღებე ჩაიცვი ლამაზი ყაბა და თუ არსად არ მინდა სახში იარე სარკეში ჩართე კარგი მუსიკა და მიდი რა ეხლა ის რა ქვია რატო ვერ მოიყვანე შენი თავი წესრიგში რა ზიხარ და ეხლა თუ წევხარ დივანზე ადექი დროზე მუსიკა ჩართე და გაელამაზე შენი თავი და გაიხედე გარეთ გაიხედე გამოიხედე იცეკვე დატკბე ამ ცხოვრებით რატო შენ აძლევ უფლებას ვიღაცას რომ იმან მართოს შენი ცხოვრება, რატო, შენი ემოციები. აქ არის ზუსტად ეს მომენტი, როცა გეუბნები შენ, როცა ასე ზურგს უკან ტოვებ ამ ყველაფრის ცუდს, რომელიც შენზე არ მუშაობს და იმაზე ფიქრობ, ნახა დგას გოგო და როგორ ცეკვავს, ხო? და დგას და ფიქრობს კიდე რა შემიძლია ეს ენერგია, ნახა თქვენ ახლა ნამდვილად სხეულს უსმინეთ, იმიტომ რომ მაგას როცა თქვენ უსმენთ ეს ენერგიაც მოდის, ისეთი რომ ფულის გექნება, მიმზიდველობაც იქნება და ყველაფერი იქნება სხვანაირად დამიჯერეთ ეს ასე მუშაობს აი ეს არის პოზიცია თქვენი გეუბნები ნახოთ ახლა ჩვენ უკვე რა დევს თქვენში უკვე როგორც რესურსი რა დევს და სიყვარული გითხარით მე თქვენ ახლა ხო იცით უკვე მიცნობ თქვენ რომ მე როგორ გითხულობ ტაროს რა მაგას სხვა დროს ვასწავლით ჩემ მოსწავლეებსაც რომ ასე რომ წაიკითხონ აი ზუსტად ნახეთ რა დევს უკვე თქვენ გაქვთ რესურსი უამრავი სიყვარულის რესურსი დევს თქვენ იმიტომ რომ თქვენ აქ გოგოებო თქვენ ხართ ქალები ქალებში ქალი არის თვით სიყვარული ამხელა პოტენციალი გაქვთ თქვენ სიყვარულის და 10-იანი თასების რას ნიშნავს როცა ჩემში უკვე იმდენი სიყვარულია რომ მე უკვე შემიძლია გავცე თუ არა და გეუბნებიან წადე რვიანიდან მიდიხარ ცხრიანში და ცხრიანი ეს როცა მე უკვე შევსებული ვარ და 10-იანი როცა იმდენი სიყვარული არის ჩემში რომ მე სხვებსაც შემიძლია გავუზიარო ეს სიყვარული. გამიგეთ, აი ეს არის ესეთი ენერგია და ამიტომ ეს თქვენ დაგეხმარებათ ყველა ვარიანტში რომ თქვენ ცუდ ხასიათზე კი არ უნდა იყო. შენ რო ხარ კაი ხასიათზე, შენ მეგობრებს, შენ შვილებს, შენ და ქალებს, შენ საზოგადოებას პოზიტივი გაუზიარე რა შედი საზოგადოებაში პოზიტიური შედი აი მაგრამ შენ მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდეთ შენ თუ ხარ არის რა არ იმუშაობს იცი შენ თუ ზიხარ ტირი ხარ და მე გამოდი ხარ გარეთ და იცინი ეს არა და სული ტირის არავით არ შემთხვევაში შენ უნდა უთხრა შენ თავს რატო ვაძლევ მე უფლებას ვიღაცას რომ ჩემი თქვა შინაგანი მდგომარეობა მართოს არა აქვს მნიშვნელობა ეს არის ხელმძღვანელი სამსახურში ეს არის თქვა ქმარი კაცი შვილი და ძმა რა მნიშვნელობა რატომ უნდა მივცე მე ეგეთი უფლება არ შეიძლება არა აი ეს არის თქვენი ენერგია რომელიც თქვენ გეხმარებათ იმაში რომ თქვენ რასაც უფრო გასცემ ენერგიას სიყვარულს ხო უფრო ამ ენერგიაზე წამოვა თქვენთან ფინანსები თქვენს ამ სიყვარულის ენერგიაზე დაიმახსოვროთ რა ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ რა ენერგია ბლოკავს ახლა რა ენერგია ბლოკავს ახლა აი ეს ენერგია როცა შენ თქვათ ხარ აგრესიული როცა შენ ხარ სულ სწრაფი იმიტომ რომ ნახეთ ახლა იმ ტექნიკებსაც რო ვაკეთებ ჩვენ და რო ვასწავლეთ თქვათ აი სურვილების ასრულებაზე თუნდაც ხო არ არის საჭირო შენ იჩქარო აი სიჩქარე აქ არაფერ შუაში არ არის იმიტომ რომ უნდა გქონდეს მოთმინების უნარიც რა ანუ ყველაფერი მოვა მაგრამ დროს სჭირდება აგერ ყვავილებს რამდენიც უკვე აგერ დავრგავ ხოლმე და ვუყურებ ახლა ესე რომ ანუ ზოგი მალე მოდის ზოგი ახლა თქვათ აი აგერ ამის ვარდი მაქვს აგერ უკან მაჩუკ ეს ვგიჟდები მაგაზე ჯერ უცბად წამოვიდა ყვავილები ნუ მოვიდა ყვავილებით მე უკვე ეს ყვავილები всё წავიდა ეხლა უკვე ახალი მოდის და ვუყურებ ვეფერები რომ მიხარე რომ ვიცი რომ კიდე ცოტა ხანი უნდა დაველოდე და გამახარებს აი ეს არის ნუ ჩქარობთ მიხვდით აი ეს არის რომ ენერგია რომელიც ბლოკავს რომელსაც თქვენ
ხო, აი კიდე, ხო, აი ზუსტად ეგ არის. დაშოშმინდეთ. ხო, და გიხარდა, ანუ სიხარულით ისე კი არა, ჩქარა, აბასად არის. შეიძლება დრო უნდა. მე მაგალითად ვაკვირდები, რომ აი ძალიან გლობალური თქვა სურვილები ჩემი რო ხდებათ, აი ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ ეთყობა აი რაღაც წელების უკანაც მეოცნებია და ეხლა ამისრულდა. რატო? იმიტომ რომ ახლა არ, მე ისეთი ტიპი ვარ, რომ ეს უსწავლობ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ვართ ადამიანები, როცა არ მიუყვებით, ხო? არის თქვა ეს გადავარდნები, ხო? შეიძლება იქ რაღაცა ბლოკავდა. აი დააკვირდეთ თქვენ რომ შეიძლება რამის სურვილები აგისრულდება ცოტა ზოგი მალე, ზოგი თქვა ცოტა გვიან. ეგსაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა უნდა ყველაფერს, აი რა იმ სისტემას მე ვაძლევს ზუსტად ახლა გოგოებმა კი იციან, ვინც უკვე ჩემთან არიან სულ და ჩემ მოსწავლეებმა. იმიტომ რომ ეს სისტემა როცა მუშაობს, შენ როცა სისტემატურად შენ იცი როგორ უნდა იმ გადავარდნიდან, როგორ უნდა დაბრუნდე, აი ეს არის აი მართლა ძალიან მალე უკვე მოდის შენი სურვილების ასრულება და სურვილს ვასრულებ ჩვენ მხოლოდ სხვათა არა მხოლოდ ფულით, ეგაც იცოდეთ, მაგაზეც ვისაუბრებ, დაგიხსნით როგორ. კიდევ ნახოთ, შენ ბევრი კითხვები ხო იცით რომ გვაქვს ჩვენ დღეს, მოდით ახლა ამაზე არ გავჩერდეთ და ანუ რა შიში შეიძლება თქვენზე მოქმედებ, რა უნდა გაუშვათ, რა შიში და არ გამომივა, ვერ შევძლებ. ანუ კიდე ნახეთ შეიძლება ანუ ჩვენ ახლა ენერგია კვერცხების მეფე გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ვკითხულობ როგორც ენერგიას, იმიტომ რომ მაგრამ ნახეთ შეიძლება კიდე რა გითხრათ ახლა თუ დაუშვათ თქვენ ცხოვრებაში გოგოება ეს იქნება თითოეულებისთვის თუ დაუშვათ თქვენ ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი რომელიც არც თვითონ არ მოქმედებს, არც არაფერს არ აკეთებს, არ შენს გიშლის ხელს აი მაგ შემთხვევაში უკვე ეს ადამიანი უნდა გაუშვათ, მაგრამ ეს თქვენი ნება უბრალოდ კარტი გვეუბნება, მაგრამ მე ვკითხულობ ამას უმრავლესობისთვის როგორც ენერგიას, იმიტომ რომ ჩვენ აქ რა შიში მოქმედებს, ანუ ზუსტად ეს უნდა გაუშვა, ის რომ უმოქმედება, იმიტომ რომ საერთოდ ახლა კვერცხების მეფე არის ადამიანი, რომელიც უკვე მოქმედებს, მაგას აქვს სტრატეგია, ტაქტიკა და მოქმედებს. და ამიტომ რა უნდა რა გიშინია, ვერ გავაკეთებ, არ გამომივა, ანუ შეიძლება ზოგჯერ მეზარება თუნდაც აი მინუსში ეგაც შეიძლება იყოს, ხო? ან ვერ ვხედავ ახლა თქვათ, არა მაქვს გეგმა, არა მაქვს თქვათ ახლა საერთოდ სურვილებიც არა მაქვს, ხო? აი ეს უნდა გაუშვოთ, უმოქმედება უნდა გაუშვოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს უკვე თქვენთვის არ მუშაობს. კი, უმოქმედ, აი ზუსტად ეს რითიც დავიწყეთ, აი აქაც ხო იყო სამიანი, იყო აქ იმისი რა ქვია. სხვათა შორის ხმალების, აქ თუ დაუშვოთ თქვენ, ნახეთ კიდე, თუ თქვენ ხართ კიდე სამ კუთხეში, აი თქვენთვის საყურადღებოს გეტყვით ორ სიტყვას. როცა შენ ხარ სამ კუთხეში, იცოდე, რომ შენ მთლიანად ეს ადამიანი, თქვათ, ახლა იმას ყავს ცოლ-შვილი. ის ადამიანი, როცა მოდის შენთან, ის მე იღებს შენს ენერგიას, შენგან ივსება, იმიტომ რომ ეს, იმიტომ მოდის შენთან, საერთოდ სამკუთხედი საიდან რჩება? იქიდან რომ მე რაღაცა ოჯახში, სადაც ვარ, მაკლია და რატომღაც მე რაღაცა მიზეზების გამო მაგ ოჯახიდან ვერ მივდივარ, იმიტომ რომ არის მხარეები, რომელიც მე მაწყობს, მაგრამ რაღაცა მე მაკლია აქ და ამიტომ მე იმას, რაც მე მაკლია, ვეძებ სადღაც გარედან. და ამიტომ არის რომ თქვათ ახლა მოეწონათ თქვათ ეს ამ ადამიანს თქვენი ენერგია, მოეწონათ თქვენთან ყოფნა და აძლევთ ამ ადამიანს იმას, რაც აკლია ოჯახში. ის მე იმის გულისთვის, რომ ეს არ დაკარგოს, შენ გეუბნება, რომ მე გავშორდები ცოლს, მე მივატოვებ ოჯახს, მე წამოვალ შენთან, მე გადის, იმიტომ რომ არ უნდა გაშვება და მაქსიმალურად ცდილობს, რომ გაგაჩეროს. შენ ამასობაში ახლა გადის წლები, ხო? და შენ მაგას ყვებავ კარგი ენერგიით ის მიდის და ხშირ შემთხვევაში რამდენიც მე ვიცი სამკუთხედების თემები, ახლა მუშაობ, ახლა ხო იცით თქვენ ყველა სხვადასხვა თემებზე ურთიერთობას, რასაც ეხება და არა მხოლოდ ურთიერთობას. ახლა ნახეთ რა ხდება.
ხშირ შემთხვევაში даже ეს მამაკაცი, ხო, აი თქვა სამსახურში ეზრდება მაგას, შემოსავალი ეზრდება, თქვა, მისი ნუ კარგად არის, ხო? ოჯახში მიაქვს, ოჯახს ყველაფერი კარგად აქვს და даже ზოგჯერ გოგოებსაც კი შეიძლება საჩუქრებს უკეთებენ, მაგრამ იმისი უფრო ლომის, თქვა, ნაწილი მიდის ოჯახში. ამას პატარა რაღაცები და მარტო ესე რა ქვია, მოლოდინი და მარტო თქვა რაღაცა იმედებით ცხოვრობს, გამიგეთ და ამ დროს თქვენ რომ ამ თქვენ ენერგიას მას აძლევთ, თქვენ გააკლდებათ ეს ენერგია, გახდებით ურესურსო და ამიტომ თუ თქვენ უკვე გრძნობთ და უკვე წლები ეს ადამიანი თქვენ გეუბნებათ რომ მე ნამდვილად ოჯახს დავანგრევ და შენთან მოვალ და ამას არ აკეთებ, რა თქმა უნდა თქვენი არჩევანი არის ეს თავისთავად, მაგრამ მე გეუბნებით რომ თუ გინდათ რომ ენერგია შეინარჩუნოთ თქვენ, ხო? აი ეს და თქვენ თუ გეშინიათ რომ ეხლა მე რომ მაგას მივატოვებ, ხო და რა მეშველება, არა. პირიქით უფრო კარგად იქნებით, იცოდეთ და კიდე აქ არის შიში შეიძლება ისეთი რომ დაუშვათ აი რა ვქნა თუ სიტყვაზე გრძნობ შენ რომ შენ გაკ პოტენციალი შენ შეგიძლია რაღაცა გააკეთო მაგრამ გეშინია თქვა აი როგორ გავშორდი თუ გინდა მე არ ვიძახე რომ თქვა წადე ხო ესე უნდა გაგშორდე ფული მე რა მაქვს შენთან ერთად არა მასე კი არა თუ გინდა თუ ფიქრობ და ეს უკვე გულს დგენს თუ დიდი ხანია გინდა ეს უკვე ნამდვილად შენ თვითონაც იცი რომ რასაც გეუბნები მე ახლა რომ აქ არის ის შენი დახურული ენერგია რატომ არის ძალიან ხშირად რომ აი ქალები თქვა რომელიც აი toxicul ურთიერთობაში არიან დიდი ხანია თქვა იმის გამო ამის გამო და მე თქვა შორდებიან ზოგიერთი საზღვარგარეთ მიდიან ვითომ სამუშაოდ ხო იცით თქვენ ახლა ეგაც რა ეგეც ისტორიებიც ვიცი და მე იქ უკვე ეხსნება რაღაცა ფულის ენერგია და უფრო მოდის მასთან ფულიც და ოჯახსაც ეხმარება და მე даже თავის ბედნიერებსაც პოულობენ და ასე შემდეგ ნუ ეს გრძელი თემა უბრალოდ მე მოკლედ გითხარით გადავედით ჩვენ ახლა შემდეგი ხო მოკლედ გითხარით ნუ რა ვქნა ეს არის მოკლედ შემდეგი არის ჩვენ ანუ სად ვიძაბები და კარგავ ენერგიას ნუ აქ გივთქვით ჩვენ აი ნახეთ კარგავ ენერგიას როცა შენ არ აკეთებ იმას რაც შენს გინდა 10-იანი აქ არის მზის ენერგია რა ანუ ნახეთ ეხლა ძალიან საინტერესო კითხვა სხვათა შორის სად კარგავ შენ სად კარგავ იმიტომ რომ ნახეთ ეს არის ზუსტად როცა მზის არკანის პრინციპში როცა შენ ხარ დაკავებული არა იმ საქმეთ რომელიც შენ კი ბატონო ხო ეგ არის რა აქ პირველი გოგოებო გაგრძელება იმისი რაც მე გითხარით თქვენ რომ აი მამაკაცზე რაც ველაპარაკეთ იმიტომ რომ აქ არის ხმალების მეფე ეს ის ისტორია რაც მე მოგიყევით აღარ დაუბრუნდები მაგას აი მან თქვენ ხარჯავთ ენერგიას იცოდეთ რა აი იქ სადაც თქვენ არ იცით რა არის კიდე თუ შენ აკეთებ რამე საქმეს რომელიც შენ არ განიჭებს სიამოვნებას რომელიც შენ გძაბავს რომელიც როცა შენ აი ნახეთ როგორ არის ზოგჯერ ნახეთ 10-იანი ნუ საერთოდ 10-იანი რა ნუ ეს დაქსო წავედი მე სასწავლო პროცესში ანუ ნახეთ რა ხდება აქ როცა შენ აკეთებ საქმეს, აი თქვა დაუშვათ, შენ ხარ დღეს გაქვს ისეთი ხასიათი, რომ ვაფშე საერთოდ არაფერი არ გინდა გააკეთო. აი მაგალითად გუშინ რა მოხდა. მე ყველანაირად აბსოლუტურად ყველაფერს ვაანალიზებ. ჩავწერე 3 ვიდეო. მაგრამ ვიყავი რაღაცნაირად ურესურსო პერიოდი, რაღაც ისე ვიყავი, ურესო ტრანსფორმაციაში, იყო შესვლის პირხა ძალიან მალე გავდივარ, შევდივარ, მეორე დღეს გამოვდივარ, იმიტომ რომ უკვე ნამუშევარი რომ აქ ეს ენერგიები პირადი ძალა, უკვე ვიცი როგორ უნდა მართო ჩემი ენერგია, მაგრამ გუშინ ვერ გავითვალისწინე. მაგრამ დილიდან ვერ რაღაცა უკვე ისე ვიყავი, რომ ანუ რაღაც არ აი ვერ ვიყავი რესურსზე და ზუსტად ეს ენერგია ნახეთ
ეხლა აგიხსნით, კარგად ეს მომისმინეთ. და ნამდვილად შეიძლება, იმიტომ ეს ტრანსფორმაცია მქონდა, რომ თქვენთვის ამიხსნან. შეხედეთ, მზის არკანი. მზის არკანი რა არის? ვანათებ, მინდა რომ სიკეთე გავცე, მინდა რომ ადამიანები ვასიამოვნო, მინდა რომ გავუკეთო ყველაფერი. კაი, მე ვიცი რომ მე გოგოები მელოდებიან ზოგი ყოველ დღე მწერენ კიდევაც პირაჩეს, მწერენ კიდევაც კომენტარებში ვიცი. და ამ ენერგიაზე ზუსტად, ანუ მე იმ ენერგიით რომ მე მელოდებიან, თუმცა მე ვარ, აი ნახეთ, მე ვზივარ ურესურსოდ, ხო? აი ხუთიანი არის, აი აქ. ნახეთ, ჩემს სულს არ ვუსმენდი და ვიჯექი, ნახეთ, ასეთ მდგომარეობაში ხუთიანი არის აქ, ხო? ხუთიანი, ხო? თასების ვიჯექი ურესურსო მდგომარეობაში, მაგრამ მინდოდა სიკეთე გამიკეთებია. სამყარომ როგორ მიპასუხა? 3 ვიდეო ჩავწერე, ყველაო ჩავწერე უხმოდ. ხმა არ ჩაიწერა, როცა მე ყოველთვის ვამოწმებ მიკროფონს, რომ კარგად გქონდეთ თქვენ, ახლა ნუ იცით თქვენ, ვინც ჩემთან უკვე 4 წელია, რომ ეს სულ ამ მიკროფონებზე ვიყავით, ახლა ღმერთის წყალობით მართლა კარგი მიკროფონი მაქვს, ხო? იმისთვის, რომ თქვენ სასიამოვნოდ მოусმინოთ, ხო? ამიტომ ნახეთ, რა გამიკეთეს. მითხრეს, რომ არ სწორი არა გაქვს დახარჯული და მთელი დღე დავდიოდი როგორ ურესურსობაში. იცით, აი იმენა ეს რას ნიშნავს, რომ თუ შენ თვლი რომ ხდები რომ და სურვილი როგორი მქონდა გეტყვით არ დაგემალა, მეთქი დავწვები ეხლა და ამინდიცო და უყურებ რამე სერიალს. მართლა გეუბნე, როცა ეს ადამიანი, რომელიც მე დილიდან საღამომდე რაღაცას სწავლობ, ხო, 1000 კურსები მაქვს აღებული, მაგრამ არ მინდა არაფერი და მაგრამ ავდექი და მაინც მეთქი ჩარა ჯერ ჩაუწერო გოგოებს და მერე მეთქი რაღაცა. აი ასეთი რაღაცა მოხდა. თუ თქვენ გრძნობთ ასეთ მდგომარეობას, რომ არ შემიძლია, არ მინდა, ანუ არ არის რა, მინდა რომ რაღაცა უბრალოდ აი დავჯდე აივანზე და დაბლიო ყავ არსად არ წავიდე. მიეცეთ საშუალება თქვენ და აი ნახეთ, უშენ ეს რომ დამაგდეს, ასე დღეს ავდექე და უფრო აი ავდექე და მე მივყევე რა, თქვი რომ კაი, ოკეი, დღეს არაფერს არ ვაკეთე. აი პროცეს, აი სისულელეებს გავაკეთე და ან ვაფშე არაფერს არ გავაკეთე. დღეს ავდექე, ისეთი მაგარი მედიტაციაც ვიპოვე, გავაკეთე, ენერგიაში შევედა დღეს აგერ თქვენთვის ვანათებთ. გამიგეთ, იმიტომ რომ უკვე რესურსი ვარ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დააკვირდით, ნუ აკეთებთ იმას, თქვენ სხეულს უსმინეთ, თქვენ სულს უსმინეთ, რაც არ გინდა იმ წუთში, ხო, ნუ გააკეთებ. ეს იცოდეთ. იმიტომ ეხლა არ დაიწყოთ, რომ ხო, აბა შენთვის სადვილია თქმა, შენ სახში ზიხარ და იქიდან მუშაობ და მე რო აგზივარ და ამასთან რომ მუშაობ, ესთან რომ იქაც შეიძლება გამოსავალი ნახოთ, იცოდეთ თქვენ, იქაც. კაი, ნახოთ ეხლა ჩვენ, ანუ რა თვისება ან მდგომარეობა ელოდება შენს გამოვლენას. რა თვისება, შენი ყურუმობა, ნახეთ ეხლა რა ხდება, ხედავთ თქვენ? ანუ ის შენი საკრალური ცოდნა, რომელიც ზის შენში, შენი ქალური ენერგია, შენი ის რაც ნამდვილად უნდა გახსნათ თქვენ, რა უნდა გახსნათ იმისათვის, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა წამოვიდეს პირველ რიგში, თქვენი ინტუიცია, თქვენი თუ დაუშვათ ეხლა ეზოტერიკა გაინტერესებს, თქვენი ეზოტერიკული ცოდნა. თუ ჩემები ხარ და ჩემი სწავლობთ, იცით თქვენ გუშინაც კონსულტაციაზე გეჩიჩინეთ, გელაპარაკეთ, ხო? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ანუ აუცილებელი არის ეს იმისათვის, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, თქვენ აუცილებლად უნდა აი ეს თქვენი თვისება უჯერ დაусმინეთ თქვენს ინტუიციას, გახსენით საკრალური ცოდნა. თუ ხართ ტაროლოგი იმუშავეთ, თუ ეზოტერიკოსი დაეხმა, ანუ ეს რაც არის თქვენში საკრალური, აი ამაზე იმუშავეთ. ეს არის თქვენი ფინანსური კი, რომელიც დახურული გაქვთ, ზოგს დახურული და ბლოკილი გაქვთ და აი აქ ზოგისთვის სხვათა შორის შემიძლია გითხრათ, თუ თქვენ დაუშვათ პრაქტიკები, უეჭველი პრაქტიკები რა. იმიტომ რომ აქ არის დახურული რაღაცა თქვენთან, რაღაცა ჩაქრები, შეიძლება ეხლა, ნუ არ დავიწყებ ეხლა. საჯარო გაშლა და ამიტომ ნახეთ აქ არის დახურული რაღაცა თქვენში, ანუ ბოლომდე არ ახართ გახსნილი, შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ ჩემი პოტენციალი მაქსიმალურად გახსნილი, არა.
медитაციები, პრაქტიკები, ანუ ახალი ინფორმაცია, ახალი კურსები და აი ეს ახალი რაღაცები მოგცეს თქვენ განთავისუფლებას. მიხვდით? აუცილებლად თქვენი ფინანსური ზრდა იქნება ინტუიციას კიდე ძალიან მიაქციეთ ყურადღებას რა. და ნახოთ ახლა ის რა ქვია, რა სტილი თქვათ, ანუ ქცევა მოქმედებს თქვენზე, ნახეთ. არ იცით როგორ არის? ანუ გეზარება, აქ შეიძლება სიზარმაცის თემა არის. ნახეთ, კიდე რას გეტყვით ახლა. ანუ როგორ უნდა გამოავლინოთ თქვენი თავი. იცით როგორ არის? როცა თქვენ ხართ გახსნილი, როცა თქვენ აძლევთ საშუალებას, რომ თქვენი ცოდნა გასცეთ, როცა თქვენ არ ბლოკავთ თქვენ ცოდნას, აი ეს არის კიდე თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ თქვენი, თქვათ, ნაკადის გახსნაში, იცოდეთ. ეგ იცოდეთ. და ვნახოთ ახლა რა ქალი უნდა უკვე თქვენ გამოაღვიძოთ ახლა თქვენ შიგნით, ხო? რა ნაწილის, რა ქალი, რომელიც მას იცის ყველანაირი გამოსავალი, ქალი, რომელმაც იცის რა უნდა გააკეთოს, ქალი, აი თქვენი ასეთი ნაწილი ქალის, როცა მე ვიცი რა გავაკეთო, სად წავიდე და აი აქ გეუბნებით, რომ თქვენ აქ რა საინტერესო კითხვა არის, ხო? შიგნით რა ქალი უნდა გამოვაღვიძო მე. აი ქალი, რომელსაც შეუძლია, ნახეთ, აქ შეიძლება თქვენ კიდე რას ბლოკავთ, ნახეთ, სიყვარულის გამოხატვის უნარი. ნახეთ, აი დაუშვათ, შეიძლება თქვენ გაქვთ ეს ბლოკი, რომ თქვათ, აი დაუშვათ, იმიტომ რომ აქ გამოვიდათ ასების მეფე. შეიძლება ზოგს გაქვთ თქვენ როგორი მომენტი, რომ მე აი ეს კიდე ჩვენი ბლოკები რა, რომ კაცს არ უნდა ვაჩვენო ჩემი სიყვარული, კაცთან არ უნდა თქვათ, ვანახოთ ჩემი აი სითბო, აი უნდა გოგოებო თუ იცი სწორედ როგორ, რა დროს, ხო? აი ნამდვილად მე გეუბნებით, რომ კაცებს ძალიან სჭირდებათ ეს ჩვენი სითბო, ძალიან სჭირდებათ ეს ჩვენი ენერგია, უბრალოდ უნდა იცოდე როდეს და რა დროს. აი ამაზეც ვილაპარაკებ ტრენინგზე, იმიტომ რომ შენ თუ ეგ არ იცი რა დროს, ხო? შენ შეიძლება თქვათ, ნუ იმიტომაც დაუშვოთ, ხო, რამდენი გამოვხატე, იმდენი ახლა აუვარდა მაგასა ისა. არა. დამიჯერეთ, თუ შენ იცი როგორ, თუ შენ აქ გამოიყენებ შენ ცოდნას, რაც უკვე იცი და დაამატებ კიდე. თუ შენ აქ ცოტა ეშმაკობას ეს თუ დაამატებ, აი მე გეუბნებით ძალიან მაგრად თქვენ აი იმ თქვენ ქალურენელი, იმიტომ რომ კაცაც ეს სითბო, სიყვარული უნდა მისცეს ხვანაირი, თუ გინდა რომ ისიც გამოხატოს ეს სითბო და სიყვარული და სიამოვნება. დამიჯერეთ, გეუბნებით, რომ აი მიმუშავეა ისე წყვილებთან, სადაც უცივესი კაცი იყო და ნამდვილად აი ამ ყველა პრაქტიკებით და ყველაფრით მართლა შეიცვალა ადამიანი და მართლა სულ სხვანაირი გახდა და ნუ აი თითქოს ვაიფში აი პენტაკლების მეფე, ხო სწორს ვამბობ, მეუბნებიან სწორს ბრძანებო. დამიჯერეთ. ნუ მთავარი რჩევა, აი ნუ დაგენანება შენ იმისათვის, რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს, ნუ დაგენანება შენ პირველ რიგში შენთვის, ხო? მეორე კიდე ნუ დაგენანება ფული იმისათვის, რომ აი შენი ცოდნისთვის. გოგოებო, ნახეთ, მე გეუბნებით, რომ საერთოდ ყველაზე მაგარი ჩადება ფინანსების არის შენს თავში. იმიტომ რომ მაგას ვამბობ, ვიტყვი სულ ყოველთვის, იმიტომ რომ ვიცი, რომ მე თვითონ ჩემი თავი გამოვიყვანე ძალიან რთული პერიოდებიდან, იმით რომ არ მენანებოდა ფინანსების გაცემა სწავლაზე. თუნდაც იმ პერიოდში, როცა აი ბოლო კაპე რამდენჯერ ყოფილა, რომ თქვათ, ახლა აი ვზივარ, თქვათ, ნუ არ არის თქვათ რაღაცა თანხა რაღაცებისთვის, მაგრამ უცბად დავინახე ისეთი მაგარი კურსი ან ტრენინგი ან მარათონი, იმისი რა იმ თემაზე, რა თემაც მე ახლა თქვათ მჭირდება, რომ კიდე დავამუშაო.
მიმიცია ის ბოლო ფული და ისეთი ინსაიტები მოსვა და ისეთი სიტუაციები ისე გამოსწორდა, რომ რა ვიცი, აი ჩემთანაც არიან გოგოები, რომ ნამდვილად ეგრე გაუკეთებიათ და სულ შეცვლილა მათი ცხოვრება. რატო? შენ სამყარო ყოველთვის გამოცდას გიტარებს, რომ შენ ნამდვილად გინდა? შენ მზად ხარ? თუ შენ ამ კაპიკებს ითვლი და გენანება შენთვის მე არ გეუბნეთ, ნუ მოდი ხარ ჩემთან, თუ არ გინდათ, ვაფშე არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვინც მოვა, იმას ვასწავლე. არსებობენ ადამიანები, კიდე თქვათ ვიღაცები, ვისაც აქვს ინფორმაცია, შეიძლება ისინი გიზიდავენ, იმათთან წადეთ, რა მნიშვნელობა ახლა, შენ თავარია გინდოდეს, შენ თავარია გწყუროდეს ის კარგი ცხოვრება და ის ყველანაირად ყველაფერი არ თქვა, რომ ხო ისე რა, ой, ჯადო მაკის, მან გეხოცებით რა, ოღონდაც რა. ეს არის სიზარმაცე, მეტი არაფერი. ამიტომ ჩემო სიხარულებო, მე გეუბნეთ, არ დაგენანოთ, აი მთავარი რჩევა მაღალი ძალებისგან. ნახეთ, ხუთიანი პენტაკლების და ესა განდეგელი. არ დაგენანოს ფული შენი სწავლისთვის, იმისთვის, რომ გაიგო შენი სიღრმე. არ დაგენანოს და ნამდვილად შენი ცხოვრება მერე შეიცვლება. კი, არ დაგენანოს, იმიტომ რომ უკვე ისედაც დიდი ხანია ზიხარ საშინელი მდგომარეობაში და მაგისთვისაც თუ დაგენანება, აი წადე, იმოქმედე და ასეთ მდგომარეობაში ყოფნა თუ არ გინდა, იმოქმედე და ისწავლე რაღაცა, ჩადე ფული შენსგან ვითარებაში. ღმერთო, მიშველეთ, კიდე როგორ აგიხსნათ მე აზე არა ვარა. აი სულ მაგაზე ვლაპარაკობ და სულ მიკვირს ხოლმე, რომ რატომ უფრო ადვილად მიდიან და სჯერათ ვიღაცები, რომ იტყვიან, რომ ჯადო გაქვს და იქ მხოლ ფულებს ყრიან და მერე საშინელებები ხდება, ვიდრე როცა ეუბნები, რომ შენს თავზე იმუშავე და ვაფშე მაგრად იქნები რა. აი ამაზე ვგიჟდები ხოლმე, რომ რატომ არ არის ეს ასეთი კულტურად, ხო? რომ პირველ რიგში ვიფიქრო მე იმაზე, რომ სული მოვიდა აქ თავისი გამოცდილებისთვის, მორჩა რა. აი დანარჩენი ყველაფერი, რაც გარშემო მოეს სცენარები, ეს ყველაფერი მუშაობს იმაზე, რომ დაეხმარო სულს თავისი გეგმა შეასრულოს და შენ თუ მაგას არ აკეთებ, ნუ ეს უკვე შენი პრობლემა. აი ესეთი გაშლა იყო ჩემო ლამაზებო, გელოდებით ვებინარსაც რომ ჩავატარებ 22-ში და რა თქმა უნდა, ვისაც გსურთ, მობრძანდეთ ჩემთან ერთად გავიაროთ ტრენინგი. მეც თქვენთან ერთად უნდა გავიარო აუცილებლად ყველა პრაქტიკა ისევ და ისევ.